რეგისტრაციის განხორციელების გარდა ემიგრანტებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ გადაწიეთ არჩევნების დღე და გახსენით დამატებითი საარჩევნო უბნები. Ამ მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების არგუმენტი ასეთია. 1 ოქტომბერს ანუ ორშაბათს მათთვის სამუშაო დღე არის, გამოც ისინი ემიგრანტებისთვის არჩევნების კვირა დღეს ჩატარებას ითხოვათ. პრობლემას ქმნის ის განემოებაც, რომ მხოლოდ დედაქალაქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანები მანძილის გამო ხმის მიცემას ვერ მოახერხებენ. კი, გამოძახილი. ვაპროტესტებთ ემიგრანტების უფლების ჩამოყრებას არჩევნებში. ეს არის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. 3-ზე მეტია ემიგრანტები ვითხოვთ დამატებით საარჩევნო უბნებს. საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ ემიგრანტებს წაგვაყვა ხმის უფლება. ვაპროტესტებთ, რათა დავანახოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუ რა წინა საარჩევნო გარემოა შექმნილი საქართველოში და საქართველოს გარეთ. ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩატარდა დიდ ბრიტანეთში. საქართველოს მოქალაქეები ლონდონში შეიკრიბნენ და ხელისუფლება მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩევნების ორშაბათს დანიშნა და დამატებითი საარჩევნო უბნების არ გახსნა მათ ხმის მიცემას შეუზღუდავს. მიმართავ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, ნუ დაგვიკარგავთ არჩევანის უფლებას, შევთვალეთ ადამიანებად, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხმები ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. არჩევნები არის ორშაბათს, ანუ სამუშაო დღეს და ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. გვესმის ჩვენ, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში გამოაცხადა როგორც დასვენების დღე და უქმი დღე, მაგრამ ჩვენ ეს დიდ პრობლემებს გვექმნის. ყველა ემიგრანტის სურვილი იქნება, რომ ეს კვირა დღეს მოხდეს, როგორც ყოველთვის იყო და ხდებოდა და ალბათ ყველგან ხდება, რომ ეს არის კვირა დღეს.